უფალი ასე გვასწავლის. ჯერ ეძიეთ სასუფეველი ღვთისაო. აი პირველი საზრუნავი ქრისტიანს, ადამიანს, ქრისტე ღმერთმა თავის შვილებს დაუტოვა, რომ პირველ რიგში მოიძიეთ, როგორ მოიპოვოთ ცხონება. ანუ სასუფეველი ამას ნიშნავს. მოგეხსენებათ, რომ სასუფეველში ხდება გარდაცვალებულის სული, სული მარადიულია და უკვდავი და დაუსრულებელი. სამსჯავროზე, როდესაც წარსდგება ის, ესე იგი, უფლისგან მოიპოვებს, ესე იგი, სასუფეველის ბინადრობას, იმიტომ რომ არსებობს მეორე ბნელი ორმო, სადაც ტანჯვა წამებაა. ესე იგი, ეს ორი ადგილია. მესამე ადგილი არ არსებობს, საშუალო ადგილი არ არსებობს. ამიტომ აი და თან უფალი რას ამბობს, იცით, რომ შენ ამაზე იზრუნე და შენ პრობლემებს მე მოვაყარებ. ან ნახეთ რას გვეუბნება, განა იმას გვეუბნება, რომ ეს არ უნდა მოგვარდეს. უბრალოდ სწორი მიდგომა, ქრისტიანული სწორი მიდგომა ასეთია, რომ შენ იზრუნე, როგორ მოიპოვო სუფევა ღვთისა და უფალი მოგიგვარებს შენ მიწიერ პრობლემებს. ეს ეხება ჯანმრთელობას, ეხება მატერიალურ სიდუხჭირებს, ეხება პირად პრობლემებს, სამსახურებრივ თუ საზოგადო თუ ნებისმიერ საკითხზე. აი ესეთი შესავალი გავუკეთოთ ჩემო თვითფასებო. ეხლა აი ამ თემას საფრთხო იმისი, რომ ქვია, ელბერტ ბატიაშვილის სახელი ქვია. 80 წელს მიტანებული ეს დიდი მეცნიერი კაცი, ილიალოგი, მე მგონი ეს ცნებაც მაგისი მოფიქრებულია, ყოველ შემთხვევაში ამ დიდმა მეცნიერმა, მე ასე დავარქმევ, დიდმა მეცნიერმა, რომელსაც თურმე დაწერილი აქვს ამერიკის მცოდნეობა, აი ესეთი სახელმძღვანელო, პოლიტოლოგიურად აქვს მთელი ამერიკა შესწავლილი და მსოფლიო აღიარება აქვს ამის გამო. მას დაწერილი ქონია, მე არა მაქვს წაკითხული, ქართლის ცხოვრების პოლიტოლოგია, ანუ პოლიტიკურად ახსნა ქართლის ცხოვრების. აი სიგნიც არ ჩამოვარდნია ხელში, მოკლედ ასე გავიცანი მე ეს პიროვნება, ერთ-ერთი დიდი ადამიანი, ვინც მე ცხოვრებაში შემხედრია, მე გულწრფელად ვაყენებ მას რეზო ჩხეიძის გვერდზე, ვაყენებ აკაკი მინდიაშვილის გვერდზე, ვაყენებ შალვა ამონაშვილის გვერდზე, რამას პატარიძის გვერდზე, აი ვისთანაც მე ფაქტობრივად ტარიელ ხალხელაურის ჩვენი კარგი ქართველი ადამიანის გვერდზე და კიდევ არიან, რა თქმა უნდა, რამოდენიმე ადამიანი, ვისთანაც აი მე მომიწია პირადად ურთიერთობა აი ამ ადამიანებთან. და რას აკეთებდა ახლა ეს ბატონი ელბერტი? ბიბლიოთეკაში მართავდა ხოლმე პატარა შეხვედრებს, სადაც ესწრებოდა 5 კაცი, 10 კაცი, მაქსიმუმ 20 კაცი და მინიმუმ 2 კაცი. მე და ელბერტი ვიყავით ხოლმე. ერთი კარგი რაც მინდა გითხრათ, რომ მისი ეს ლექციები მაქსიმალურად მე ვიდეო ფირებზე გადავიტანე, აი როგორც ჩვენი რამას პატარიძის და უმეტესობა ატვირთული მაქვს ინტერნეტ სივრცეში. ეხლა რამას პატარიძეს კიდე პოპულარობა აქვს და ბევრი იცნობს და ყველა ენათმეცნიერი სპეციალისტი მას იკვლევს, მაგრამ აი სამწუხაროდ ელბერტს ჯერ კიდევ არა. რა გააკეთა, მოკლედ რას მეუბნებოდა, აი რითი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. ახალი გარდაცვლილია შეიძლება ითქვას, ილია ჭავჭავაძემო ბოლო 20 წელი არც ერთი ნაწარმოები აღარ შექმნაო. და ასე ამბობდაო, რომ საქართველოს უკიდურეს მდგომარეობაშია და უნდა გადავარჩინოთ ერი. და მუშაობდა ასეთ საკითხზე, პოლიტიკურ-ეკონომიური გეგმა საქართველოს გადარჩენის. და 20 წელი შრომობდა ამ თემაზე და მას დაარქვა საერთო ნიადაგის თეორია.
როგორც ელბერტმა თქვა, დაასრულა თუ არა ილია მოკლეს და გაანადგურეს ისო. და მისი ცხოვრების მიზანი იყო, რომ აი ეს სწავლება, რაც ილიამ დაგვიტოვა, იქნება რაღაცნაირად მომხდარიყო მისი აღდგენა. იმიტომ რომ ეხლა ის, რომ ილიას გზა, გადარჩენის გზა არის საქართველოში, ეს ყველამ იცის. ილია რომ ერის მამა, ესეც ყველამ იცის. ერის მამა რას ნიშნავს? მან შეისწავლა მიმომწვლივით ჩვენი ხასიათი, ჩვენი მადლი, ჩვენი დადებითი თუ უარყოფითი თვისებები, ჩვენი მადლი, ჩვენი ცოდვა და ფაქტობრივად მოქცა გზა, რა მიმართულებით უნდა წავიდეს სწორად ერი. აი ამას მიუძღვნა ელბერტ ბატიაშვილმა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე. მან ეს ნაშრომი ვერ გამორცა თავის სიცოცხლეში, უბრალოდ ბროშურების სახით ძალიან ასე გლეხურად გამოსცა, რაც შეეძლო და ღვთის მადლით მე რაც ჩამივარდა ხელში მოვაგროვე და ცდილობაც არის პირველი, რომ ეს პირველი თავმოყრა ილიალოგიის, ანუ ილიას აზრების, რომლის მიზანიც არის, რომ დაინტერესებული საზოგადოება წაიყვანოს ილიას გზით, აი სამშობლო მცოდნეობის ბოლო, ესე იგი, გასაკვეთების წმოში არის ჩადებული. მოკლედ ერთ-ერთი მაგარი აზრი, რომელსაც ახლა მე წაგიკითხავთ, ერთ-ერთი მაგარი კვლევა, საღმრთოი ნისლი, ასე ქვია. ესე იგი, მარტივად რო თქვათ, საღმრთო ბურუსი, საღმრთო რაღაცა კითხვის ნიშანი. ყველას გამოგვიცდია, როცა მოწმენდილი ცაზე ვარსკვლავიანი ცისთვის გვიყურებია, რა დაუოკებელი გრძნობა გვეუფლება კაცს ჩაწვდეს ზეშთას, ანუ ღვთაებრებს, ანუ აღმატებულს, ზეციას და მის კანონებს. ეს ელბერტის ნაშრომებიდან ამოკრეფილი პატარა ციტატა. ამ უკიდეგანო სამყაროში გარსომ გვარტყიაო. მაგრამ როცა ნისლია, თანაც ისეთი თვალი რომ უძლურია, გაკვეთოს იგი. რას მალავს ნისლი? თანაც საღმრთოი ნისლი. მიღმურობა ანუ არის სხვა სამყარო. მოკლედ ჩვენთვის უხილავი ეს სამყარო რომ თავდება ჩვენი წუთისოფელი და იწყება მარადიული სამყარო. აი იმას მიღმურობა ქვია ასეთი სიტყვით. და ბჭყალებში აქვს ჩასმული. თავისებური შუამავალია ჩვენი აზროვნებისა, როცა იგი ჭეშმარიტების წოდომას ლამბობს. ანუ უფრო რომ გავამარტიოთ და არ გაგიჭირდეთ აღთქმა, ჭეშმარიტების წოდომა არის იგივე საფრთხოი ნისლი. ანუ როგორ ვიცხოვროთ სწორედ, რა არის არსებითი, ყველაზე მთავარი. ამ მიღმურობით უნდა შეძლოს კაცმა მიახლოვება ღმერთთან. იმის დანახვა, შეცნობა, გათავისება, რაც ამ საღმრთოი ნისლის იქით იმალება. ოთარ ამთქვრივის ბოლო 5 თავში სწორედ ეს ფილოსოფია და ტრაგიზმია შეჯერებული. იქ სიკვდილ სიცოცხლის მთელი ფილოსოფიაა ჩადებული. ილიას განაზრებით მეწისქვილე სოსია საქართველოს ისტორიის ის ჟამთაღმწერია, რომელიც თვითონ იზიარებდა მის ავსა და კარგს, მის ოქროვან ხანაშიც და მის შემდგომ დამდგარ ძნელბედობის ჟამს. ვის ტირის სოსია? მოდი ახლა მე სანამ ამას გავაგრძელებ, რომ უფრო გაგახსენოთ მინდა უბრალოდ ეს ოთარ ამთქვრივი. ეს სოსია ჩემო ძვირფასებო ჩნდება ძალიან უმნიშვნელოდ. მოკლედ ნაწარმოების გმირიც არ არის, რა. აი უმნიშვნელო ადგილებში ჩნდება. მეწისქვილე კაცი, რომელსაც შეუყვარდება ეს ოთარ ამთქვრივი, პირველად მიდის რომ ხელის თხოვოს, მოკლედ მიიღებს უარს, დაიწუნებენ, ღარიბი, ღატაკი, უცოდინარი, უბრალო გლეხი კაცი. და
თუ დაბრუნდება უკან და ოთარ ანდქურის ძალიან ღირსეული მეუღლე ყავს, იცით თქვენ ეს, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვლება და ეს სოსიას მიუხედავად უარისა მაინც უყვარს ოთარ ანდქური. აი ისე უყვარს რა თავისთვის რა გულში. ხო და მთელი ცხოვრება. და მეუღლე რო გარდაიცვლება, ასეთ საოცარი რამ წერია, რომ ერთ ხანობას გადაწყვეტსო, რომ კი უარი მითხრესო, მაგრამ ეხლა ხო ქვრივიაო და იქნებაო ეხლა დამთანხდეს. და მიდის მისი სახლისკენ. მიდის და წინადადებებს ალაგებს, რომ აი როგორ უთხრას, რომ რაღაცა გაუწიოს, აველობა, რომ იქ მოეხმაროს თავისი მძიმე ჯვრის დარებაში, ხო და რა უკა სახლს მიადგება, გაჩერდებაო და იტყვისო, არაო. მაგის ქმარი ისეთი ღირსეული კაცი იყო, რომ ამას ვერ ვაკადრებ. მოტრიალდებოდა უკან დაბრუნდება. მოკლედ, უყვარს თავისთვის რა. ოღონდ სულ უყვარს. არც კი გაუხედია სხვა ქალისკენ, არც კი შეუფასებია თუ სხვა კიდევ ვინმე არსებობს და აი უცბად ჩნდება ისეთ ადგილას ეს მეწისქვილე სოსია პირდაპირ საოცრად. მოკლედ, შვილი გარდაეცვალა ოთარ ანდქურის, არჩილის სახლში არიან და რა თქმა უნდა მთავარი ფიგურა ამ დროს ოთარ ანდქურია და ოთარ ანდქურის თხოვს, რომ დამტოვეთ ყველამ, ჩემი შვილი უნდა გამოვიტირო. ყველა გადის, გაუბედავდა, იცით რომ ძლიერი ქალი იყო და უმსგავსო სიტყვას ვერ იტანდა და უმსგავსო ქმედებას და ვინც გინა ყოფილიყო თავადი თუ აზნაური, არავის არ შეარჩენდა არც ერთ სიტყვას, ასეთი ძლიერი პიროვნება. ამიტომ რა თქმა უნდა ყველამ დატოვა. ხო და როდესაც იწყებს შვილის გამოტირებას, უცბად ვიღაცა კარებთან თურმე ჩუმად მდგარა, აუვარდება სულუკუნი ხრიალი და ვეღარ შეიკავებს თავს და გადმოვარდება. ვინო ხერი ხარო, ეუბნე, ვინო ხერი. ოთარან, ესე იგი, სოსია მეწისქვილე ვარო, ეუბნება. აი ახლა ეს ფრაზა უნდა წაგიკითხოთ რა. ხო და ალბათ ვერ მიცანიო, ალბათ არც იცი ვინა ვარო. ხო და ვინ ახარო? სოსიაო, ვინ სოსიაო? ესე იგი არც იცის რა სოსია ვინ არის. თუ გაგონდები კარგი. თუ არა და მაინც ღმერთმა გილხინოს, თუ შვილის მერმედ, ანუ შვილის გარდაცვალების მერე კიდევ რამ სალხენი დაგრჩენია ამ წუთის სოფელში. და პასუხს დააკვირდი. რატომ არ დამრჩენიაო, ეუბნები. შვიმკვდარი დედა მეუღლე გარდაცვლილიყო, არავინ არ დამჩენიაო კი. სიკვდილის მოლოდინი ხენა თუ არ გგონიაო. სიკვდილის მოლოდინი არის ჩემთვის ხენაო. აი რომ ველოდები და სიკვდილი მოვა, აი ეს ერთი ხენა დამჩენიაო. ბებერი მეწისქვილე, როცა ყველა გავიდნენ, სხვებს არ გაჰყოლოდა და აქ ბნელ კუთხეში ქურდულად მიმალულიყო, წინანდებურად მობუზული. წადი, აქ შენი ადგილი არ აგაქვს, შენ აქ ადგილი არ აგაქვს, უთხრა ოთარ ანდქურმა, მარტო მინდა ვიყო. შენინება წავალ და კარებს უკან ძახსავით მივეგდები, თუ რამ დაგჭირდეს დამიძახევ, კარგი მომშორდიო ეს კაცი, დაშორდებია. ესე იგი, ეხლა ჩვენ დღევანდელი თემის დღევანდელი გაკვეთილის ლექციის მთავარი თემა დავიჭირეთ. სიკვდილის ლოდინი ხენა. აი აქ ამბობს ყველაზე მთავარ სათქმელს. დაუკვირდით, თვითონ ეს მცნემა რაოდენ ღრმა აზროვნებისაა. ველოდები სიკვდილს. და ჩემთვის ეს, რომ ველოდები სიკვდილს, ხენა ხალხო. აი ეს არის უღრმესად გაგება ქართული სულის. ამაზე ზარავთ ფიქრი, ამაზე ეშინიათ, ამაზე არ უნდათ, იმიტომ რომ ადამიანი მიდრეკილია სიცოცხლისკენ და ეს ლოგიკურაც არის.
სიცოცხლე ღმერთმა მოგცა და სიცოცხლეზე კარგი რა გვაქვს. მაგრამ დაუკვირდით ქართული სიღრმე, ქართული სიტყვის ძალა, ჯერ ლხენა, სიკვდილის ლოდინი ლხენა, ამ პატარა ფრაზაში მთელი ქართული გენის მარადისობა, კულტურა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ცოდნა, ღმერთისადმი დამოკიდებულება, მარადისობისადმი დამოკიდებულებაა ჩადებული. რა თქმა უნდა, ეს ილიათი არ იწყება. ეს ვეფხისტყაოსანში უკვე ზუსტად ასეთი სიტყვებით არის განხორციელებული, როდესაც ავთანდილი ტარიელს ხვდება, ტარიელი ეუბნება, ჩემთვის ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცდა და სულისაო. თითქმის იგივე ფორმით, იგივე სიტყვით, ჩემთვის ლხინია სიკვდილი, სიკვდილის ლოდინი ლხენაა. დააკვირდით, აი, ეს არის ქართული სულის ლამაზი, გამოძახილი და დიდი ძალა. მე ასე ვიტყოდი. მოდი მე მინდა სოსიას ამბავი დავამთავრო, იმიტომ რომ მე უკვე ამ თემას დაუბრუნდები და ესე იგი მივყვეთ ამ თემას და ელბერტის აზროვნება მე დავასრულოთ. მოკლედ, ძალიან საინტერესო ფინალია, კიდევ უფრო აღმატებული. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს, მაგრამ ნახეთ, მოკლედ გარდაიცვალა ოთარაანთ ქვრივი. თოვლია დიდი, და გაყვებიან, მოკლედ, სახში აღარ არის, გაყვებიან, ნაკვალევს მიაკვლევენ სადღაც და თურმე ეს არის ოთარაანთ ქვრივს თავისი შვილი საფლავზე დიდ თოვლში, მოკლედ, რა თქმა უნდა, უკვე დაზიანებულიც აქვს ნერვები, აზროვნება, ყველაფერი და მოკლედ შვილის საფლავზე გადაიცვალა. პოულობენ იქ. ხო და წყემსები თუ ვიღაც ხალხი მივლენ ესა და უიმეო, ესო ჩვენი ოთარაანთ ქვრივი ყოფილაო. მაგრამ რას ხედავენ, ვიღაც კაცია დამხობილი და ტირის. ეს ვიღაო, მივლენ. ხო და ვინ ახარო კაცო, ვინ ოხერი ხარო, ეს ვიღაც ტიკის ტომარაო, საიდან მეო სოსიამეწის გვილე ვარ. ეს ვიღაო, ან წარმოიდგინე, არავინ არ აცნობს. აი, ყველაზე უბრალო და ყველაზე თავმდაბალი პიროვნება და აქ რა გინდაო, რა, ესე იგი, რა თავი მოგაქვს ვინ ახარო და წამოაგდებენ, პანღურით გამოაგდებენ და საფლა არ ატირებენ და ხალხო ეტყვის. ცოცხალი არ მომცაო წუთი სოფელმა და არის მაინც მაგლოვეთო, მატი გამოვიდაო რა, ესეც კაიო ისაო, თვითონ სიყვარულის ისაო და წეტი ექედან ამოაგდებენ პანგურს და გამოაგდებენ და რას ამობს ოსე, ცოდო არ ხალხო, ცოდო არ, აი, ცოდვა მადლზე ხო უნდა ვისაუბროთ, ცოდო არო, რას მიშვებით, ესო არ არისო სწორეო და ეხლა უყურეთ ყველაზე საოცარი. ილია როგორ ამთავრებს. განა არ არის ცოდო სოსიამეწის ქვილეო, იჯახის. ჯერ სოსიამეწის ქვილე როგორ ეცოდება ილიას, თავის სულს ამით გვაჩვენებს. და მერე კიდევ უფრო აღრმავებს ამ საკითხს და ამბობს, რომ სოსიამეწის ქვილე ცოდვა, მაგრამ ის უფრო ცოდო არ არის, ვინც სოსიამეწის ქვილეს ასე ექცევაო. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ადამიანი გვყავს ჩვენ ცხოვრებაში. აი, ვინც მიგინებს ჩემს დიაცს, ვინც მე ცუდად მეკცევა, ვინც ჩემ ადამიანობას, რომელიც მე რაღაცა შევაკოწიწე ხო ჩემს ქართულ იდეაში, სამშობლო, ღმერთი, ადამიანის სიყვარული მინდა რაღაცა სწავლება და ვიღაცა ამას მიგინებს, ვიღაცა დამცინის, ვიღაცა მასკარად მიგდებს, ვიღაცა მეუბნება შემეტიჩარა, ვიღაცა რაღაცა ვითომ გონია რომ რაღაცას წარმოადგე და მოკლედ რამხელა ზიანი მადგება მე და ანუ ჩემს გულწრფელობას ლახავს და ამ დროს ილიას ესეც არ გამორჩა. ეს უფრო ცოდო არ არის, რომ ამას უდიერად აბა ჩავიხედოთ რომელი უფრო ცოდოა, სოსიამეწის ქვილე თუ ის ვინც სოსიამეწის ქვილეს ასე ექცევა. რა თქმა უნდა, სარჩობელაზეც როა, განაჩვენ არ მივიყვანეთ ეს ხალხი ამ დასკვნამდე, რომ ნარკომანებიც ავსია, ყლელებიც ავსია ეს ქვეყანა,
რა არ არიან ცოდო? აბა ისინი არიან ცოდო. რატო? წავსდგებით უფლის წინაშე სოსია მეწისქვილეს რა უნდა მოსთხოვოს ღმერთმა? მთელი ცხოვრება სიყვარულში გაატარა. და ის რომ ასხარაქტიდებს ასეთ გულწრფელ ადამიანს, აი მისი საქმეა ცოდო. და ბოლოს ილია თლად საოცარ სიტყვებით განამ ვინმე არის ამ წუთის სოფელში ვინ ცოდო არ არისო და ასე ამთავრებს. აი იმიტომ ესე იგი ილიას იმიტომ იქცა ერის მამად, იმიტომ ეს მსოფლიო ადამიანი, მსოფლიო მოაზროვნე, დიდი კაცი, რომ მისი ესე იგი კაცთა მოყვარება ბოლომდე უფსკრულამდე წოდება. ყველაზე ცოდვილ ადამიანის გულამდე ჩადის მისი სიყვარული და მისი ეს გააზრება ჩემო თვითფასებო და ცოდვა მადლის სახეობაზეც ამიტომ გვიწევს. ეგენ მე წავიკითხოთ ახლა კი მოდი ეს ბოლო ელბერტის ესე იგი ნაზრი დავასრულოთ. ვის ტიროდა სოსია? გიორგი საქართველოსაც და ოთარა მტქვრივისადმი თავის უიღბლო სიყვარულსაც. გულში რომ ატარებდა საიდუმლოდ ჭაბუკობიდანვე. დაუკვირდეთ ახლა ელბერტი ამბობს რომ ილიამ გიორგიში საქართველო ჩადო. ვინ არის ოთარა მტქვრივისთვის გიორგი? შვილი. ესე იგი ეს არის ჩვენი დედა ოთარა მტქვრივი, ქართლის დედა. და აქ ამ მიღმურობით ილიამ, ანუ ესე იგი ღრმა გააზრებით, სიკვდილისთვის განწირული ოთარა მტქვრივის პირით სოფლიო ლიტერატურაში უნიკალური და უნივერსალური ფორმულა დაგვიტოვა. სიკვდილის მოლოდინი თხენა. ეხლა გრიგოლ რობაქიძეს იცნობდა კარგად და მე იმიტომ უგებდი, რომ გრიგოლ რობაქიძე დიდ პიროვნებად მიაჩნდა ელბერტ ბატიაშვილს. ეს ლხინი ლხენა მერე გრიგოლ რობაქიძემ თავისებურ ქართულ სიმბოლიკად და ფილოსოფიად აქცია. ქართული კაცის ცხოვრების წესად. გაახარე, გაიხარეს კულტად რომ იქცა ჩვენს ეროვნულ ცხოვრებაში. ანუ რა იგულისხმება იცი? ქართული სულის, ქართული მადლის, ქართული ყოფის საიდუმლო ფორმულაო რობაქიძე ამბობდა, არის გაახარე, გაიხარე. რას ნიშნავს? მე მაშინ ვარ გახარებული, როცა კოტე მასწავლებელს ჩემით გახარებულს ხედავ. მიხვდით რა საოცარი ფორმულა? მე მაშინ ვარ გახარებული, როცა ნიჩბის ელოლიკოს ხედავ ჩემთან ყოფნა როგორ ახარებს. ეს არის, ანუ როცა ხედავ რომ ჩემთან ყოფნით გახარებულია ოლიკო, მე მაშინ მიხარია. ანუ ჯერ მე გავახარე ოლიკო და ამით მე მიხარია. ეს არის ფორმულა, საიდუმლო ფორმულა ქართული გენის, რომელიც ასე სრულყოფილად მსოფლიო ენაზე ახსნა გრიგოლ რობაქიძემ. ყველა მისი ბიოგრაფი ერთმანეთ აღნიშნავს მის საოცარ ცხოვრებისეულ ოპტიმიზმსო. ეს ამბობს გრიგოლ რობაქიძეზე. ეს მან საღვთო ნისლით პოვა თავისი მაძიებელი ქართული გენით და ქრისტეს მიერი სიყვარულით. ქართულმა გენმა პოეტური გააზრება ასაზრდოვა ჩემშიც, რომლის ფრაგმენტსაც აქ გთავაზობ. ასე ამთავრებს ელბერტ ბატიაშვილი. ესე იგი პატარა ლექსების წერა მასაც უყვარდა და ამ ფრაზით ამთავრებს და მეც ამ ფრაზით დავამთავრებ. 1000 წლებით და უფრო მეტით, უფლის დიდებით და უფლის ნებით მაინც მუშაობს ქართული გენი. ესე იგი 1000 წლებით და უფრო მეტით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძველი ერი ვართ 1000 წლოვანი ისტორიის, აქ უკვე დიდი ცოდნაა ჩადებული, უფლის დიდებით და უფლის ნებით. ესე იგი ჩვენ ვართ ღმერთის მადიდებელი და ღმერთის მორწმუნე და ესე იგი ღვთის რჩეული ერი და მაინც მუშაობს ქართული გენი მიუხედავად იმ დაცემულობისა, რაშიც დღეს ჩვენი ერია და ჩვენი კულტურაა და ჩვენი ენა და ჩვენი მოდგმა
მაინც მუშაობს ქართული გენიო, მუშაობს, ნიშნავს, ესე იგი არ მომკვდარა. ცოცხალია და კიდევ ერთი სასიხარულო, ესე იგი თქვენთვის არაერთხელ მithქვავს და არ დავიღლები მაგის თქმით, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ ძალას მანიჭებს ამ სიტყვების გამეორება. რუსთველი მიტროპოლიტი აწუყვე ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი ერთხელ ასეთ ფრაზას გვეუბნება, რომ მოძღვარი კითხვას უსვამს, რომ ჩვენ ხო ისტორიაში გვიწერიაო, როგორი მებრძოლი, თამამი, თავგანწირული, მამაციერი ყავდაო, ქართველი ერიო, ბრძოლაში რებს აკეთებდაო, იცით, რომ ეს განთქმული ისტორიებია შერჩენილი. და ეხლა რა მოგვივიდაო? ნუ თუ დაუკარგეთ ესო, ნუ თუ ჩაქრა, ნუ თუ მოკვდა, ნუ თუ აღარ არის ჩვენში ეს სიმამაცეო და მეუფე იოანე ასე პასუხობს, რომ გენეტიკამ, გენმაო, ქართულ ზოგადად გენმა გადაღლა იცის. ეს ისტორიულად თურმე ცნობილია, რომ აი რომ გადაიღლება, მე მას ჭირდება დასვენება. აი ახლა დღეს ქართული გენი არის გადაღლილიო და ისტორიის განმავლობაში ასეთი რამე გქონდაო. ხშირად არა, მაგრამ რამდენჯერ. ხოდა, მაგრამ რო გადაიღალა კი არ ნიშნავს, რომ დაკარგაო მან ეს ყველაფერიო, რაც ქონდა ისტორიაში. უბრალოდ ამას უნდა ძალების აღდგენაო, ანუ დაისვენებს და ხელახალი ძალით იხულებსო. ეგრე რომ დღესო ეს პროცესიაო, რომ გენი ისვენებს. როგორც გენი დაისვენებს, ახალი ცეცხლიანი ძალით იხულებს და დაიწყება გამოღვიძება. ნანამასწავლებელო, თუ გახსოვთ, ტარიელ ხალხელაური რომ მოვიდა მზის საბუდარში. აი პირველად ეგ სიტყვები თქვა, რომ აი ესო რაც აქ ხდებაო სამშობლოსცოდნეობის, ასეთი კოცონი უნდა ყველგან დავართოთო, ეს ცეცხლი უნდა გადავიტანოთო, აი საცეცხლურებივით უნდა იყოსო ეს ამბავიო და ესე იგი ბატონო ტარიელ იწყება მეთქი გამოღვიძება მეუთხარი. დიახ, აუცილებლადო იწყება ანუ ეს მისმა გენმაც იგრძნო, რომ გამოღვიძება იწყება. ეს ხო დიდი ქართველია, ეპოქალური მართლაც და აი მის გულში მთელი საქართველო ის რას ამბობს, იცი? მე მოვდივარ ძველებიდანო იქ, ძველი კარდუდან და ძველი მოდგმიდან მოდის, იმიტომ ის შინაგანად გრძნობს ამას. ხოდა ისაც ამ სიტყვებს ამბობს და მე უბრალოდ გეტყვით, რომ ასაც პატრიარქი აკეთებს. აი, მოდი პატრიარქის ცხოვრება ავიღოთ. პატრიარქის ცხოვრება მთლიანად ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა მოიღო მადლი ქართველ ერზე, ამ მკვდარ-ერს გამოუგზავნა დიდი წინასწარმეტყველის ეჭვიდან და ამ კაცმა აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელი თავისი გულით სულის იტვირთა მეფობის უღელიც, ანუ მეფე პატრიარქად იქცა ერში და რამდენი მოძრაობა უკვე დაწყებული. აბა შეხედეთ საქართველოში, მოდი კაი კუთხითაც შევხედოთ. მარტო მამა ვასილის მოქმედებას რო აკვირდები, კაცი, აი ერთი მამა ვასილი გეყოფა, რომ კაცი დაუზარელად შეუსვენებლივ, ესე იგი ამდენ იკრებს ამდენ პატარა ბავშვს და თავის შობლებიანად და რომ იტყვიან, ხელა ცეცხლი დაანთო, იმას ვიღაჩა აქვს. და ხვალდაზე გიზ ბავშვები უნდა მოვიდნენ სათავეში, უნდა მოვიდნენ მთავრობაში, მხედრობაში, ეს ჩვენი მოსწავლეები. მოდი, მამა თეოდორე გიგნაძე, რას აკეთებს? აბა უყურე, მთელი სტუდენტობა შემოკრიფა. და ის სტუდენტები ხვალდაზე ხონა საქართველოში სამთავრობო დაწესებულებაში, ხო ჩვენი შხვალინდელი დღე არის. და მოდი მოკრძალებით ასეც ვიტყვი, რომ აი ჩვენი ერთობა საიდან წამოვიდა. ამდენი ხანი ჩემო თვითფასებო ქართველების ერთობა არ არის უბრალო საქმე. ეს ღვთის მადლით რომ არ ხდებოდეს და ღვთის კურთხევა რო აქ არ იყოს, ყველაზე რთული ერთობა არის ქართველების ერთობა. იმიტომ რომ ჩვენ ნიჭიც მოგცა, ღმერთმა უნარიც მოგცა, მაგრამ ჩვენ ასევე ერთად ყოფნა იცით თქვენ, რომ ეს ჩვენი ისტორიული სირცხვილიც არის და ჩვენ აი მთელ ძალებს, როგორც ილიამ გვითხრა, ერთმანეთის წინააღმდეგ ხარჯავთ. და როცა მტერი მართლა უტერს საქართველოს, აღარც ცეცხლი დაგვაჩნია და აღარც სიყვარული გულის, რომ ჩვენ ეს
ამიტომ აი ყველაფერი კარგად არის რა, მე პირველ რიგში მინდა დაგამშვიდოთ და მე უკვე სიტყვები კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ უკვე სრულდება, მოდი ასე ვთქვათ, სრულდება გენის დასვენება, გადაღლილი გენის დასვენება და იწყება უკვე დიდი გამოღვიძება ერში, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა ხვალდაზექ დიდი ცეცხლით, დიდი ბრძოლით, დიდი სიყვარულით შესთავაზებს მთელ მსოფლიოს. ეს გარდაუვალია. მოკლედ, ესე იგი, ჩვენი დღევანდელი თემა არის სიკვდილის ლოდინილ ხენა. აი ხა მეორენაირადაც წარმოიდგინეთ რა, სიკვდილი თითქოს ყველაფერი მთავრდება, თითქოს არაფერი აღარ დარჩა. ამ დროს ილია როგორ აყენა? მე რაღა დარჩა უთარა თქვის, მოდი თქვას. არაფერი, სიკვდილის გარდა. მაგრამ აქ ამბობს საოცარ სიღრმეს. რო ეს ხენა, კაცო, ეს კი არ არის უბედურება. ესე იგი, ქართული ბუნება, ქართული გენი, ქართული მადლი ამბობს, რომ წუთი სოფელი მხოლოდ დროებითი გამოსაცდელია. ჩვენ მთავარი ცხოვრება წინ გველოდება. მთავარია მარადისობაში რა იქნება, მთავარია უფლის წინაშე რო წავდგებით, იქ რა იქნება. მთავარია, ესე იგი, რომ ჩვენ უფლის წიაღში პირნათელი მივიდეთ. და ილია წავჭავადის აი ესეთი პატარა ფრაზით დავასრულებ. ეს წუთი სოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია. სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იყიდებს, ზურგზე და ტყვიასავით მძიმეა. ზოგი მადლს და ბუმბულსავით მსუბუქიაო. და მე ასეთი ნააზრევი აქვს. ეს ბუმბულსავით ნააზრევია ოთარა ამთქურიდან ამოკრეფილი პატარა სტრიქონებია. და ეხლა მე მინდა ერთი ნარკვევი დაწერა, აქ-აიქ პატარა ფრაზები წაგიკითხოთ. ესე იგი, როგორ არისო ადამიანის ცხოვრებაო? სულ ცოდვა მადლის ჭიდილიაო. ეხლა რას იძახის ამაში? რომ ადამიანმაო ზოგიერთგან, ხო, მთავრობას რო ესე იგი პროტესტი განუცხადო, ინგლისშიო დაგასაჩუქრებენო და გეტყვიან, აი კაციო, რომელმაცო კაი აზრი მოიტანაო. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც რას ქვია, თავისუფალი აზრი გამოთქვიო, კაცი ხეში ჩააგდებენ და შეიძლება მიახრიტონ კიდეც ადგილზე. ესე იგი, იქაც ერთი და იგივე გაკეთა, აქაც იქ დააჯილდოვეს და შეიძლება პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. აქ კიდე დახვრიტეს ეგევე და მოღალატედ გამოაცხადეს. აი ამის თქმა უნდა და ყველაზე რთული ეს არისო, რომ სად გაჩერდე და სად იბრძოლო ეს რო გაარკვიოს კაცმაო. როდის აი მუხრან მაჭავარიანის სიტყვა გამახსენდა. ხმასა მოიღებ, ვაია, ჩუმად იქნები უი. ვინც ლაპარაკობს ხომს ტყურის, ვინც დუმს ის უფრო სტყურის. მოდი და გაიგეო რა, როდის ხმა მოიღო, როდის გაჩუნდა, ესე იგი ამის გარკვევა ყველაზე დიდი კაცობა. ხო, თორე ყოველთვის რაღაცას ხვდები, მაგრამ ზოგჯერ დადუმება ჯობია და მოთმინება. აი როგორ ჩვენი ეკლესია. პატრიარქმა, მოდი ვთქვათ, ეს 40 წელი გაგვიტანა. იმ ოქროს დუმილით. აი კაცი ლოცვად იდგა და ითმენდა ამ ყველაფერს, თორე ძალიან ბევრი რამე, როგორც ჩვენ არ მოგწონს, მასაც არ მოწონდა, მაგრამ ერჩივნა, რომ კი არ ეთქვა ეს ყველაფერი. ერჩივნა, რომ ლოცვით შეხვედრილიყო და მოეთმინა და ამ მოთმინებით გამოგვიყვანა ამ რთული მდგომარეობიდან. სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ ყველას თავისი დრო და ჟამი აქვს სათავეშეო და ასე განაგრძობს. ჟამი შობისად და ჟამი სიკვდილისად. ჟამი დანერგვად და ჟამი აღმოფხრად დანერგულისად. ჟამი დუმილისად და ჟამი მეტყველებისად. ჟამი სიყვარულისად და ჟამი სიძულვილისად. ჟამი ბრძოლისად და ჟამი მშვიდობისად. ეს სოლომონ ბრძენის სიტყვებია ძველი აღთქმიდან. აი თურმე პასუხს აძლევს ილია. აი თურმე სად უნდა ვეძებოთ პასუხი იმ წყეული ამოცანისა, აი თურმე სად უნდა მოიძებნოს აზრი ცხოვრებისა. მე შორს ფილოსოფიის მორევში არ შევდივარ,
თავი ხომ არ მომძულებიაო ილია იძახის რომ დასახჩობად გავიმეტო მე მოკლედ ვში და მოკლედ სჭრი აზრი ცხოვრებისა იმაშია რომ შეიტყო შეიმეცნო ჟამი რა სიტყობს ტირილსა თუ სიცილსა გაყრასა თუ შეკრებას დუმილსა თუ მეტყველებას სიყვარულსა თუ სიძულვილს ბრძოლას თუ მშვიდობას დროს ჭრიტე ჟამთა რა მოაქვს რას ისხამს რა მოისთვლების ქართველთაგან თქმულიაო მეც ქართველი ვარ და არა ქართული არ მეუცხოვე ესე ქართულის გარდაო არაფერი არ მინდაო მეუცხოვებაო ამიტომაც ამ ამოცანას ამისთანა პასუხს ვაძლევ და ზედ დავართავ ეს ბოლო ფრაზაა რასაც გეტყვით თუ ჟამს ხელთ აქვს იცარიო შენცა ხელთ გქონდეს ფარიო ანუ ესე იგი ჩვენ უნდაო ილი ამბობს გავარკვიოთ რომ რა ჟამი დგა და იმის შესაბამისად მოვიქცეთ ანუ ეხლა ამისი უკვე რომ იტყვიან მე ვიტყვი გააზრების და საქმეთ გადმოცემის რეალური მაგალითია ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეები აი შეიძლება უთქვას გულწრფელად გეტყვით აი აღტაცებული ვარ ილიას საერთო ნიადაგის თეორია თანამედროვე გაგებით ჩვენ პატრიარქს აქვს ეპისტოლეებში დაწერილი ჩემო ვიფასებო ანუ ესე იგი ილიას საერთო ნიადაგის თეორია დღესაც არსებობს იმიტომ რომ ელბერდის ნაზრებით შეიძლება ამის ბოლომდე შეკრება ჩვენ პირველი მცდელობა გავაკეთეთ და ჩვენზე ძლიერი სპეციალისტები ამას სრულყოფის სახით შეკრავენ და მეორე პატრიარქის ეპისტოლეებში ყველაფერი წერია გადარჩენის თანამედროვე გზა მე ახლა აღარ განვავრცობ ამას ვისაც წაკითხული აქვს და ვის წაკითხდეს პატრიარქის ცხოვრებას ყველაფერი მზად არის ესე იგი და არაფერი ცუდი სიტუაციაშიც არა ვართ უბრალოდ ყველაფერს თავისი ჟამი აქვს აი როგორც უფალი ინებებს დაიწყება დიდი ქართული გამოღვიძება ჩვენი გაზრდილი შვილები მოექცევიან სათავეში გამოჩნდება მართლმადიდებელი ქართველი მეფე დავითის გენის თამარის გენის ვახტანგ გორგასლის გენის და დაიწყება დიდი ეროვნული მოძრაობა აი მამა ზაქარია რო იტყვის ხოლმე ძლევაი საკვირველი კიდევ ერთხელ მოხდება ეს დაწერილია ჩვენი მოგონილი არ არის ეგრეთო დიდება უფას აი ეს არის აქტოინისლი ყველაფერი კარგი ჩვენ უკვე ფაქტობრივად გაუძელით ამ რთულ დროს და ახლა უნდა დაიწყოს დიდი გამოღვიძება და მე მგონი დაწყებულიც არის ეხლა გამახსენდა ერთ-ერთ სკოლაში მეოთხე სკოლაში რუსთავის მეოთხე სკოლაში ერთი მოსწავლე ბავშვი მეოთხე კლასელი ბავშვი ახლა მე რატო ვიძახი ამას რომ აი ამ საკითხის გააზრება მოსწავლესაც კი შეუძლია წარმოიდგინეთ და ჩემი აზრით რაც უფრო პატარა ასაკში უფრო ადვილად გაარკვევს და უფრო დროულად გაარკვევს მოკლედ ამ რატის არც დედა ყავს არც მამა მეოთხე კლასელს მოსწავლეს და მე რა თქმა უნდა მარადისობა აუხსენი როგორც არის აუხსენი რომ სიკვდილი მხოლოდ კარია და იქ მარადიული ცხოვრება იწყება და ერთხელაც აუხსენი ხარება რას ნიშნავს რომ ხარება სიხარულთან არის კავშირში რომ აი ესე იგი ღმერთმა დედას უთხრა ადამიანს უთხრა რომ იწყება ხსნა და იწყება სიხარული ესე იგი ქართული მადლიანის სიტყვა ხარება გახარებასთან რომ კავშირშია იმიტომ რომ უკვე მხსნელი იესო ქრისტე მოევლინება კაცობრიობას და მოკლედ ერთმა ბარბარემ აიწია ხელი და მეუბნება რომ აი ჩემთვისო უკვე მივხვდიო ხარება რა არის მეთქი აი როდესაცო ჩემს გულში მოყვარა თავისებურად რომ ესე იგი სანამ თქვენ მოხვიდოდითო მეო მარადისობის შესახებ არაფერი არ ვიცოდიო და ესე ვიყავი სიხარულის გარეშეო ხო და ლექსო მასწავლებელმა ასე მითხრაო რომ თუო ქრისტეზე რომ ვისაუბრებო ცნემლები წამოგივაო ეგ ნიშნავს რომ გულს შეეხო იესო ქრისტეო ხო და ერთ-ერთი თქვენი განკვეთილის დროსო
უცბათო ესეო წამოვიდა მადლიო აღარ ეტეო და ჩემლები წამომივიდაო და ეგრე რომ ჩემი ხარება და მე მაშინ უკვე პირველად ჩემმა გულმა შეიცნო რა არის სიხარული მოკლედ ზარი დაირეკა და ეს რატი მოვიდა და მეუბნება მე ვიღიმის რა ბავშვებს ესე წესი აქვთ რომ გაკვეთილიო თავდება ყველა უნდა ჩაგეხუტნა ისე არ წავლენ რა და მოვიდა და ეს რატი მეხუტება და მე ვიპოვეო რა არის ჩემი ხარებაო ვიმეორებ დედა და მამა არ აყავს რომ ბავშვს და ბედია რა არის მეთქი გამიკვირდა ახლა რატი რომ მითხარ თორე ხო ჩემი ხარებაო დაიწყო ქრისტეს შობა დღეესო როდესაც ღმერთმა დედაჩემი წაიყვანა მარადიულ სამყოფელში და არ მოიდგინე ესე იგი ამის ცხოვრებაში ეს იყო ტრაგიკული დღე და ბავშვმა უცბად გააცნობიერა თავისი სუფთა გულით რომ დედა 64-შეა და ჩვენი მიზანი 64-ში მოხვედრა და დედა დაინახა 64-ში და მისთვის ხარებადგე ანუ სიხარულის დღედ გადაიქცა ის დღე როცა აქამდე ეს დღე იყო ტრაგედიის დღე ანუ რატი თავის გულში მარადისობა იპოვა აი არაფერი შეედრება ღმერთის სიყვარულს ის იმდენად დიდია რომ ადამიანმა მხოლოდ მისი უმცირესი ნაწილიც რომ იგრძნოს მისი გული ვერ გაუძლებს ამას გასკდება რადგან გული თიხისგან არის შექმნილი სიყვარული კი ღვთისაა და ნიშნად დიდი ნუგეშისა და მოწყალებისა მე-20 საუკუნის მიწურულს საქართველოს დედა ეკლესიის მესაჭედ ღმერთმა მოგვივლინა ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი სიყვარულის დიდი მესაიდუმლე მოხევე ირაკლი შიოლაშვილი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ადამიანის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს ჯვარსა სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ ყველაფერი კი სნოდან დაიწყო სოფლის თავშეყრა უნდა და სოფლის გაცნობა უნდა და ხარი დაკლა და მაშინ ხუმაფხაზეც მიტროპოლიტი იყო აი ნიში მინდორაზე იმ დარყის ნიში არის მანდა დიახ და იმ ნიში მინდორაზე ესე იგი მთელი რაიონის ხალხი მთელი მოხევები იქ იყვნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთს და იქედან დაიწყო აღმავლობა და ესე იგი რწმენა იმისა რომ ესე იგი ჩვენი ხსნა ღმერთთან არის და ჩვენი ხსნა ესე იგი ლოცვაშია და ჩვენი ხსნა და გადარჩენა ესე იგი ღმერთის წამება აი ეგ არის სამშობლოსა და რაჯოზე დიდი სახლია იმ სახლში დაიბადა თეთრით მაწვერით დაგაფერა ღიმილი დაგიმშვენაო მეც შენი მიწის შვილი ვარ ლაღი და თავისუფალი ღვთის მადლით შემოსილი ხარ აგრევს დაგლოცავს უფალი ჭეშმარიტი სიყვარული განუყოფლადაა დაკავშირებული სიმდაბლესთან რომ გაარკვიო არის თუ არა შენში ჭეშმარიტი სიყვარული თავი უნდა გამოსცადო გიყვარს თუ არა ერთნაირად ყველა ადამიანი და საკუთარ თავზე უკეთესად თუ მიიჩნევ მათ მე ვხედავ რომ ყოველ დღიური მოწამეობა იყო და არის აი ამ 30 წლის განმავლობაში და ღვთის მადლი და ღვთის სიყვარული რომ არ იყოს და თქვენი სიყვარული და თქვენი თანადროვა ადამიანი ვერ დაუძლებდა ჯვარს მე ვარ პირველი სოციალთა შორის აი ამ წმინდა დღეს მე მუხმოვები ვქოთ შენი და მამათი ზრემლივით
წმინდა ლოცვის დროს სრემსაღური ბალღივითაო თუმც შემოსილხარ თეთრადა თეთრი მყინვარი ვითაო ღმერთის რჩეულო ქართველო მასავალებელო რჯულისა შენ საქართველო საუხდეს ნალოცი შენის გულისა სიყვარული ეს ნიშნავს თანამგრძნობ მზერასა და სიტყვას მძიმე წუთებში რომ ეტყვი ადამიანს ეს მისი ტკივილის გაზიარებას მძიმე წუთებში მის დამშვიდებას ნიშნავს ეს ნიშნავს უხეში სიტყვაც მიიღო მოყვასისაგან ყოველივე ეს მრავალ სიტყვაობაზე სასარგებლოა მოყვარესა და მტერსაო გენახოს ერის მშვიდობა დაძლევა ჟამის ძნელისა ერთია საქართველოში გამთლიანება ერისა 16 ივლისს გიორგეთის ნაემბაში აი სიყვარულის გასაზიარებლად მთელი საქართველოდან ჩამოდის ადამიანები. სიყვარული ეს არის ჩვენი სარწმუნოების არსი და დღევანდელი დღე, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ აქ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, დღევანდელი დღე არის სწორედ ამისი გამოხატულება. რა დღეს ასწაულია დღეს? სიყვარულის დღეა. საიდან დაწესდა ეს? ილიამ გაადგინა, ილიამ. უდიდესი პატივით მოიხსენებენ პატრიარქს ჩვენსას, რომელიც ამ კუთხიდან არის მოიხსენებათ. სოფლიოს უყვარს და ჩვენ აღარ უნდა გიყვარდეს. გამოიარა ძალზე რთული ეკლიანი გზა. დაითმინა უამრავი საზარელი ცილის წამება, ლანძღვა გინება, შური და მტრობა, ომი და შიმშილი, მზიანი ღამე და დიდი შუადღე. და სამაგიეროდ უხვად აფრქვია საღმრთო მადლი გულში მოგიზგიზე სიყვარულისა. მისი უწმინდესობის მოთმინებით და მორჩილებით იცავს უფალი საქართველოს. ქართლის მიწაზე გაჩნდა ნათელი და მოენათო ისევ მარიხი Desida unedesi Sakaratvelos tvis visanateli unedesida unedesi განსაკუთრებული ადგილია. ძალიან ახლოს არის უფალი ჩვენთან და ჩვენ ახლოს ვართ მასთან, რომ არადროს არ დაგტოვოს ჩვენ მადლის გარეშე. წმინდა სამებამ დალოცოს, გაძლიეროს საქართველო და გამთლიანოს საქართველო და ჩვენი ეკლესია. წმინდა სამებამ მოაქციოს ყოველნი განდგომილნი სინანულით მოაქციოს, რათა იყოს ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს წყემსი ჩვენი. და დადგა ჟამი შენების. სტეპანწვისა და ხევის ეპარქია დაარსდა 2002 წელს
იოსებ მოხევის ხსენების დღე. ეს ტაძარი არის საზღვარზე და იქიდან რომ შემოვა სტუმარი ის ნახავს რომ შევიდა მართლმადიდებელ მშვიდობიან ქვეყანაში. მამაჩემს ჰქონდა სიზმარი რომ მეთომ მამაჩემი და მე ვიდექით წყალათხითა ასე იგი სადაც ერთდება სნოს წყალი და თერგი მთელი ეს მინდორი სავსე იყო ხალხით და პიროდენ რომ მეორედ მოსვლა და ხალხი რომ გაიყო შუაზე და მობრძანდება მაცხოვარია და მოიდა პირდაპირ ჩვენთან და თორმე მეუბნება რომ ხალხი უნდა მოაქციო და გაკეთეს გოლგოთას მიგიწვიესო კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს ეს იდუმალი ხევი მადლიანი სტეფანწმინდა ბაღი ბუნების შვილებს ყასბეგის მოხევეებს თავისუფლებაზე ოცნება სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჭდარი მისი ნაწარმოების გმირებს ლაღი გული აქვს და ამავე დროს მრისხანეთს ისინი სამშობლოსათვის უკანასკნელ წვეთს სისხლსაც არ დაიშურებენ და ეს სტეფანწმინდის იდუმალ მთათა გარემოცვაში მარადის გუგუნებდეს ქართველთა გენის უდიადესი გამოვლინება რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია მრავალჟამიერ свидания в раю. До встречи. Охладись самотхи. В раю. Азия валада да захемси вера собахиаса. Верватели нефсам шоблос es verакsa nadiasa. Ქართეს სიკვდილი ურჩევნის სიცოცხლეს ღალატია. მაგაძლიეროთ ღმერთი. თუთ. Azia valda uzaketsi verasova hiasae Ervat kelinet samşamlas desveraksa da diyasae Ქართეს სიკვდილი ურჩევნის სიცოცხლეს